მოგესალმებით, დღეს ჩვენ სიღრმისეულ განხილვაში თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მართლაც განსაკუთრებულ ისტორიას ჩაუღრმავდებით. დიახ, საინტერესო თემაა, ნამდვილად. ვსაუბრობთ ორ ბიძაშვილზე, მიხეილ და ნიკოლოზ მუსხელიშვილებზე. ორივე უდავოდ გამორჩეული გონების პატრონი იყო ნამდვილი გენიოსები თავიანთ სფეროებში. მაგრამ ისტორიამ მე-20 საუკუნის ქარტეხილებმა მათი ცხოვრების გზები რაღაცნაირად დრამატულად გაყო. ზუსტად. და ჩვენი მიზანია ამ წყაროების დახმარებით გავარკვიოთ არა მხოლოდ ის თუ რა შექმნეს მათ, არამედ როგორ და რატომ წარიმართა მათი ბედი ასე განსხვავებულად. მზად ხართ? დავიწყოთ. კარგი. მოდით დავიწყოთ მიხეილ მუსხელიშვილით. ის ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, მიშელ მუსხელის სახელით გახდა ცნობილი. მიშელ მუსხელი, დიახ. წარმოიდგინეთ, ქართველი ემიგრანტი, რომელიც ევროპული ერთიანობის ერთ-ერთ ასე ვთქვათ იდეურ მამად იქცა. ეს ხომ თავისთავად გასაოცარი ამბავია. ნამდვილად გასაოცარია, განსაკუთრებით იმ პერიოდის გათვალისწინებით. მოდით აბა მის გზას გავყვეთ. დაიბადა თბილისში 1903 წელს. აკადემიური გზა კი შთამბეჭდავი ჰქონდა, სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში. სერიოზული განათლება. კი ბატონო. მაგრამ დგება 1921 წელი. საქართველოში წითელი არმია შემოდის და 18 წლის ახალგაზრდა ფაქტობრივად იძულებულია სამშობლო დატოვოს. ტრაგიკული მომენტი. ეს იყო არჩევანი, რომელმაც ალბათ მთელი მისი მომავალი განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ცხოვრების დიდი ნაწილი მან საფრანგეთში გაატარა, იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. მაგრამ მისი გავლენა ბევრად გასცა ერთი უნივერსიტეტის კედლებს, ხომ? დიახ, ლექციებს კითხულობდა ეგვიპტეში, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში, ანუ საერთაშორისო აღიარების მქონე ფიგურა იყო. და სწორედ აქ შემოდის მისი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ფონზე. ევროპა ნანგრევებშია, ხო? ისევ ეროვნული შუღლის შედეგად. ზუსტად. და ამ დროს მუსხელი ხდება ევროპის ფედერალისტების კავშირის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ფიგურა, ერთიანი ევროპის იდეის მგზნებარე დამცველი. ეს არ იყო უბრალოდ თეორია, ხო? არა, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა ეპოვა გზა, რათა ევროპას თავიდან აეცილებინა მომავალი კატასტროფები. ის იყო იმ ინტელექტუალთა შორის, ვინც სვამდა კითხვას, როგორ ავაშენოთ მშვიდობიანი ევროპა. და მისი პასუხი იყო ინტეგრაცია და ფედერალიზმი. დიახ. აი აქ ვუახლოვდებით მის მთავარ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით მის 1959 წელს გამოცემულ წიგნს l'Europe face au fédéralisme, ანუ ევროპა ფედერალიზმის პირისპირ. ეს წიგნი, როგორც წყაროები ამბობენ, თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი იდეური საწყისია, ძალიან ძლიერი შეფასებაა. ნამდვილად. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? მუსხელიშვილი არგუმენტირებულად ასაბუთებდა, რომ ომების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ სახელმწიფოებს უნდა დაეთმოთ თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი. და შეექმნათ ზეეროვნული, ანუ სუპრანაციონალური ინსტიტუტები. ზუსტად. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა ეროვნული სახელმწიფო იდეის პიკი იყო. ის საუბრობდა ორგანოებზე, რომლებიც ეროვნულ მთავრობებზე მაღლა იდგებოდნენ. და მიიღებდნენ საერთო გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ეს მართლაც რადიკალური ხედვა იყო მაშინდელი ევროპისთვის. ძალიან თამამი. დიახ, თუმცა ეს იდეები, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა, ის პასუხობდა იმ დროის ყველაზე მწვავე კითხვას, როგორ ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი მსოფლიო ომი. ანუ პრაქტიკული გამოსავლის ძიება იყო. კი, მისი ნაშრომი გვთავაზობდა არა უბრალოდ სურვილს, არამედ კონკრეტულ სამართლებრივად და პოლიტიკურად გააზრებულ მოდელს, როგორ შეიძლებოდა ამ ზეეროვნული სტრუქტურების აგება ერთგვარი გზამკვლევი მომავლის ევროპისთვის. თან მისი ინტერესები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, ხო? თქვენ ახსენეთ სხვა ნაშრომებიც. დიახ, აღსანიშნავია ჯერ კიდევ 1928 წელს გამოქვეყნებული პარლამენტარიზმი, დემოკრატია, დიქტატურა, ეს აჩვენებს მის სიღრმისეულ ანალიზს მმართველობის ფორმების შესახებ. საინტერესოა.
ასევე ფედერალური სახელმწიფოს იურიდიული თეორია, რომელიც ესპანურადაც გამოიცა და სამართლიანობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში. ეს ყველაფერი, იცით, მიუთითებს მის ფართო ერუდიციაზე. მრავალმხრივი მოაზროვნე იყო ნამდვილად. სხვათა შორის, საგულისხმო დეტალია ჩვენი მსმენელისთვის, თუ თქვენ მოისურვებთ მის ნაშრომებს გაეცნოთ, ეს არც ისე მარტივი იქნება. ხო, წყაროებიც ამბობენ მაგას. წიგრები ძირითადად პრანგულენოვანი იშვიათობაა. მათი მოძიება ალბათ უფრო შესაძლებელია მსხვილ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში ან სპეციალიზებულ ვებგვერდებზე, როგორიცაა A-Box. რომელიც ძველ და იშვიათ გამოცემებს ყიდის. კი. საქართველოში კი, ალბათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ან მიშელ მუსხელის სახელობის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იქნება საუკეთესო ადგილი მოსაძიებლად. და მისი მემკვიდრეობა მხოლოდ ციგნებში არ დარჩენილა, ესეც ვქვათ. სტრასბურგში მან დააარსა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი. ეს მნიშვნელოვანია. ანუ ინსტიტუტი, რომელიც სწავლობდა იმ დახურულ სამყაროს, საიდანაც თავად იყო წამოსული. დიახ, რომელიც ცივი ომის დროს რკინის ფარდის მიღმა იყო მოქცეული და ყურადღასაღებია, რომ ეს ცენტრი დღესაც არსებობს და მის სახელს ატარებს. ესეც მის გრძელმადიან გავლენაზე მიუთითებს, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა 61 წლის ასაკში. ტრაგიკულად, დიახ. 1964 წელს იტალიის ალპებში მთამსვლავამისას დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად. და აი კიდევ ერთი პარადოქსი. ადამიანი, რომლის იდეებიც ევროპის მომავალს აყალიბებდა, თავის სამშობლოში საქართველოში საბჭოთა პერიოდში ფაქტობრივად უცნობი იყო. ეს არის ერთგვარი ტრაგიკული ირონია. ევროპელი მოაზროვნე ქართველი, რომელიც ქართველების უმრავლესობამ არ იწოდა. მართლაც, მიხეილის ამ ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეწყვიტა მისი მუშაობა ევროპული იდეების განვითარებაზე ემიგრაციაში. ამასობაში კი მის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ნიკო მუსხელიშვილს სრულიად განსხვავებული გზა ჰქონდა. კი, სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი გზა სამშობლოში. მისი სახელი ალბათ ბევრად უკეთ გეცნობათ თქვენ, ჩვენო მსმენელო. ნამდვილად. ნიკო მუსხელიშვილი საქართველოში ძალიან ცნობილი ფიგურაა. ის იყო მეცნიერი, რომლის მიღწევებსაც მსოფლიო აღიარებდა. უმაღლესი დონის მეცნიერი. დიახ, უმაღლესი რანგის მათემატიკოსი და მექანიკოსი. მისი კვლევები ეხებოდა მათემატიკის ისეთ ფუნდამენტურ დარგებს, როგორიცაა ინტეგრალური განტოლებები, ანალიზური ფუნქციების თეორია და განსაკუთრებით დრეკადობის თეორია. დრეკადობის თეორია. და ყველაზე საინტერესო მგონი ის არის, რომ მისი ნაშრომები არ დარჩა მხოლოდ, ასე ვთქვათ, დაფაზე დაწერილ ფორმულებად. პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა. ზუსტად. მის მიერ შემუშავებული მეთოდები დღესაც 10 წლეულების შემდეგ აქტიურად გამოიყენება მათემატიკურ ფიზიკაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საინჟინრო გამოთვლებში. მოდით, ვცადოთ ეს ცოტა მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ, ინჟინერი აპროექტებს ხიდს, ან ცათამბჯენს, ან თუნდაც თვითმრინავის ფრთას. უმნიშვნელოვანესია ზუსტი გათვლა. კი, როგორ გადანაწილდება დატვირთვა კონსტრუქციაში, სად შეიძლება გაჩნდეს სუსტი წერტილი, როგორ მოხდება დეფორმაცია. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაში შეიტანა ნიკო მუსხელიშვილმა რევოლუციური წვლილი. კონკრეტულად კი ეწოდება დრეკადობის თეორიის ბრტყერი ამოცანების ამოხსნაში. რა იყო მისი, ასე ვთქვათ, გენიალური იდეა? მან პირველმა გამოიყენა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია. ეს მათემატიკის დარგია, რომელიც წარმოსახვით რიცხვებს იყენებს ამ ერთი შეხედვით წმინდა ფიზიკული პრობლემების აღწერად. ანუ მათემატიკური ინსტრუმენტი ფიზიკული პრობლემისთვის. დიახ, და ეს აღმოჩნდა გასაოცრად ეფექტური მოკლე გზა. ამან წარმოუდგენლად რთული გამოთვლები გაამარტივა და ინჟინერებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. გასაგებია, მისი წიგნიც ახსენეთ. კი, ზოგიერთი ძირითადი ამოცანა ელასტიკურობის მათემატიკური თეორიიდან. ეს ამ სფეროს კლასიკად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში, ნამდვილი ბიბლიაა ამ დარგში მომუშავეთათვის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, როგორც ვიცი. არა, რა თქმა უნდა. მან ასევე შექმნა ეწოდება სინგულარული ინტეგრალური განტოლებების ამოხსნის სრული თეორია. ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ შევეცადოთ ავხსნათ. არსი მარტივია. ეს განსაკუთრებული ტიპის განტოლებები ჩნდება მაშინ, როცა ვცდილობთ აღწეროთ ფიზიკური პროცესები, სადაც რაღაც მკვეთრად იცვლება ან მახვილი კუთხეები. მაგალითად,
მაგალითად, ჰაერის მაკადი თვითმფრინავის ფრთის კიდესთან, ან ძაბვების კონცენტრაცია ბზრარის წვერთან მასალაში. სტანდარტული მათემატიკური მეთოდები აქ ხშირად უძლურია. ანუ, განსაკუთრებული შემთხვევები. დიახ. მუსხელიშვილმა ფაქტობრივად დაწერა წესების წიგნი თუ როგორ უნდა ამოიხსნას ასეთი ტიპის განტოლებები. ამან კარი გაუღო ზუსტ გამოთვლებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა აეროდინამიკა, ჰიდროდინამიკა, ელექტროდინამიკა. შთამბეჭდავია. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რიმანის სასაზღვრო ამოცანის თეორიაში, რაც ამ განტოლებებს უკავშირდება და რის საფუძველზეც წარმოიშვა ECC მუსხელიშვილის განტოლებები. მას შევაჯამოთ. პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენი მსმენელვისთვის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში? ნიკო მუსხელიშვილის კვლევებმა, ასე ვთქვათ, მყარი ხიდი გადო ღრმად აბსტრაქტულ მათემატიკურ იდეებსა და რეალურ ყოველდღიურ საინჟინრო გამოწვევებს შორის. ანუ თეორია პრაქტიკაში გადმოიტანა. დიახ. ამან არამხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრა გახადა შესაძლებელი, არამედ ბიძგი მისცა ახალი სამეცნიერო მიმართულებების განვითარებასაც. მაგალითად, კრისტალებში დეფექტების შესწვალას, რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მასალათმცოდნეობისთვის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მისი ნაშრომები ითარგმნა მრავალ ენაზე. და დღესაც წარმოადგენს სასწავლო კურსების საფუძველს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებსა და MIT, ანუ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Caltech, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი აშში. ადგინები, სადაც ინჟინერიისა და ფიზიკის მომავალი იქმნება, ფაქტობრივად. ნამდვილად, ევროპაში ეს არის კემბრიჯის უნივერსიტეტი. საბჭოთა პერიოდში და მის შემდეგაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი შრომები ფუნდამენტურად ითვლებოდა და ითვლება. და საქართველოში, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი STU, რომელსაც 1990-იან წლებში სწორედ მისი სახელი მიენიჭა. ამ უნივერსიტეტებში მექანიკის, მათემატიკისა და საინჟინრო ფაკულტეტებზე მისი თეორიები და მეთოდები არაუბრალოდ ისწავნება, არამედ სასწავლო პროგრამის ქვაკუთხედია, ფუნდამენტია. გასაგებია. მაგრამ საქართველოში ნიკო მუსხელიშვილი მხოლოდ დიდი მეცნიერი არ ყოფილა, ხომ? ის იყო უზარმაზარი ინსტიტუციური ფიგურა. აბსოლუტურად. მეცნიერების ორგანიზატორი. ის იყო 1951 წელს დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი. და მისი პირველი პრეზიდენტი. დიახ, და პირველი უცვლელი პრეზიდენტი გარდაცვალებამდე 1972 წლამდე. წარმოიდგინეთ 21 წელი. უზარმაზარი პერიოდია ერთი ორგანიზაციის სათავეში. ნამდვილად. მისი ხელმძღვანელობით აკადემია მართლაც ჩამოყალიბდა მძლავრ სამეცნიერო ცენტრად, რომელიც აერთიანებდა კვლევებს მრავალ სფეროში და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბჭოთა კავშირის სამეცნიერო სივრცეში. მისი სტატუსი და მიღწევები საბჭოთა სისტემის მიერ იყო აღიარებული. უმაღლეს დონეზე. მას მიღებული ჰქონდა ყველა შესაძლო ჯილდო და რეგალია, რაც კი შეიძლებოდა. სოციალისტური შრომის გმირის წოდება ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო. ლენინური და სახელმწიფო პრემიებიც. დიახ, ლენინური და სახელმწიფო პრემიები, უდიდესი აღიარება სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. ის ასევე აირჩიეს SSRK მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად, რაც მის უდიდეს ავტორიტეტზე მეტყველებს საკავშირო მასშტაბითაც. რა თქმა უნდა. მისი ძეგლი დღესაც დგას თბილისში, მეცნიერებათა აკადემიის შენობის წინ. ესეც მისი მემკვიდრეობის მატერიალური სიმბოლოა. ასე რომ, თქვენ წინაშე ორი ბიძაშვილის საოცარი, თუმცა მართლაც რადიკალურად განსხვავებული პორტრეტი. ორი გენიუსი, ორი გზა. მიხეილი, იურისტი და პოლიტოლოგი, ევროპული ერთიანობის ერთ-ერთი ინტელექტუალური არქიტექტორი, რომელიც იძულებით ემიგრაციაში, თავისუფალ სამყაროში ქმნიდა თავის იდეებს. და ნიკო ფუნდამენტური მეცნიერების კორიფე, მათემატიკოსი და მექანიკოსი, რომელმაც უდიდეს აღიარებას მიაღწია საბჭოთა სისტემის ფარგლებში, სამშობლოში. მათი ბედი მართლაც სარკესავით ირეკლავს იმ რთულ დილემებს და განსხვავებულ გზებს, რომლებიც მე-20 საუკუნის ქართველ ინტელექტუალებს ჰქონდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკოლოზმა აირჩია დარჩენა, მოღვაწეობდა იმ პოლიტიკური რეალობის პირობებში, რომელიც საქართველოში იყო. მან მიაღწია მაქსიმალურ აკადემიურ მწვერვალებს და აღიარებას სისტემის შიგნით. და უდავოდ, უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების, განსაკუთრებით კი მეცნიერებათა აკადემიის როგორც ინსტიტუტის განვითარებაში.
მაშინ, როდესაც მიხეილი, როგორც წყაროები გვიჩვენებს, პოლიტიკური რეპრესიების საფრთხის გამო იძულებული გახდა სამშობლოდან წასულიყო, მისი მოღვაწეობა შედგა ევროპაში, სადაც მან თავისი ინტელექტით წვლილი შეიტანა კონტინენტის მომავლის ფორმირებაში, ერთიანი ევროპის იდეის განვითარებაში. თუმცა ამ გლობალური მნიშვნელობის ფიგურა სიცოცხლეში და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ სამშობლოში ფაქტობრივად უცნობი რჩებოდა. ეს იყო ერთგვარი დაკარგული ან უცნობი გმირი საქართველოსთვის იმ პერიოდში, ადამიანი, რომლის ნააზრევიც პარალელურად ევროპას ცვლიდა. საოცარი კონტრასტია. ეს აჩენს იცით ფუნდამენტურ კითხვებს მემკვიდრეობაზე, აღიარებაზე და იმაზე, თუ როგორ აყალიბებს პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი გამორჩეული ნიჭის რეალიზაციას. ორი გზა, ორი სისტემა, ორი ბედი. მაგრამ ორივე შემთხვევაში უდიდესი გონებრივი პოტენციალის რეალიზაცია და მნიშვნელოვანი კვალი დატოვებული თავიანთ სფეროებში. ერთი გლობალურ პოლიტიკურ აზროვნებაში, მეორე გლობალური მნიშვნელობის ფუნდამენტურ მეცნიერებაში. დიახ, დღეს ჩვენ შევეცადეთ გაგვიანალიზებინა მუსხელიშვილი ბიძაშვილების ეს ორი ერთმანეთისგან ასე დაშორებული, მაგრამ თანაბრად შთამბეჭდავი ისტორია. ერთი აყალიბებდა ევროპის მომავლის ხედვას ემიგრაციიდან, მეორე კი აშენებდა მეცნიერების შენობას საქართველოში საბჭოთა კავშირის რთულ პირობებში. მათი ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს გენიის, ისტორიული გარემოებებისა და პიროვნული არჩევანის კომპლექსურ ურთიერთქმედებას. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი კითხვა თქვენთვის დასაფიქრებლად. ჩვენო მსმენელო. აბა გისმენთ. როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო ისტორიის მსვლელობა მიხეილს, რომ თავისი ფედერალისტური ევროპული იდეების განვითარება და განხორციელება საქართველოდან თავისი სამშობლოდან შეძლებოდა? საინტერესო კითხვაა. ან პირიქით, ნიკოს რომ სულ სხვა, ვთქვათ, დასავლურ აკადემიურ გარემოში ეღვაწა, განსხვავებული რესურსებითა და შესაძლებლობებით. რას გვეუბნება მათი ასეთი დრამატულად განსხვავებული ბედი იმ უსაზღრო პოტენციალსა და ამავდროულად იმ სასტიკ შეზღუდვებზე, რომელთა წინაშეც მე-20 საუკუნის გენიოსები იდგნენ? დაფიქრდით ამაზე.